ობის დეტალურად ინფორმირებულობის მიზნით საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტო მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებს. თბილისსა და რეგიონებში პროცესი დღეს დაიწყო. საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი კი 1 ივლისიდან ამოქმედა. პროგრამა ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურებას, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევებისა და გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრის დაფინანსებას ითვალისწინებს. სახელმწიფო 18 წლამდე ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობის ხარჯებს 100%-ით, ზრდასრულებს კი 80%-ით დაუფარავდა. პროგრამის ფარგლებში 500 ლარიანი ლიმიტით მშობიარობა დაფინანსდება. საერთო ჯამში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში საქართველოს 2,5 მილიონი მოქალაქე ჩაერთვება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით პროგრამის ამოქმედების შემდეგ გეგმიური ოპერაციის მოთხოვნით სამინისტროს 2000-ზე მეტმა მოქალაქე მიმართა. მათი უმეტესობა ონკოლოგიური პაციენტია. ასევე პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 200-ზე მეტი მშობიარობა. მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა საქართველოს მოქალაქემ გაიგოს ის სიკეთე, რასაც ეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აგროვებს. ამისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დღეიდან გადიან ხვდებიან მოქალაქეებს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. აი ამ წუთას გადმომცეს და კითხულობ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, ძალიან მისასალმებელია და ძალიან არაჩვეულებრივია და არ ვიცი ეს თუ მართლა განხორციელდება, უბედნიერესები ვიქნებით ყველა.